თურქეთის ეროვნული სააგენტო ზამთრის კურორტებზე კმების ობიექტებს ამოწმებს. სახელმწიფო კონტროლის 74 ობიექტზე უკვე ჩატარდა. 46 გამოვლენილი დარღვევების გამო დააჯარიმეს. სააგენტოს წარმომადგენლებმა ბიზნეს ოპერატორებს თურქეთის უნებლობის მოთხოვნებთან დაკავშირებით შესაბამისი რეკომენდაციებიც მისცეს. შემოწმებისას გამოვლინდა რიგი დარღვევები და ბიზნეს ოპერატორებს ამის შესახებ მიეცათ რეკომენდაციები და გონივრული ვადა გამოსასწორებლად. კონტროლი როგორც ბორჯომის მუნიციპალიტეტში, ასევე სხვა კურორტულ ზონებშიც გაგრძელდება საქართველოს მთელი ტერიტორიის მასშტაბით. ვარჩევთ ისეთ ობიექტებს, სადაც უფრო მეტად ვართ დარწმუნებული, რომ გაკონტროლებულია როგორც ხარისხი პროდუქტების, ასევე ჰიგიენური პირობები და ასე შემდეგ. და მიმაჩნია, რომ სახელმწიფოს ერთ-ერთი ვალდებულება ესეც არის, რომ უსრულნელყოს მოქალაქეები ამ ხრივ დაცულობის განცდა, რომ იყოს ესე მხარი. უცხოეთის ახალ ამბებზე გადავიდეთ.